გამარჯობა. ტრადიციულად ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივ შესაძლებლობებზე და იმ სამედიცინო პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე ადამიანურ უფლებაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს ამ შესაძლებლობის, უпростоრად ამ უფლების განსახორციელებლად. დაგვირეკეთ ნომერზე 24090. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე ხელოვნური განაყოფიერება. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 24090. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე ხელოვნური განაყოფიერება და ჩვენი სტუმრები არიან ემბრიოლოგი, კლინიკა რეპროარტის დირექტორი ქალბატონი ილიკა ჭყონია და მე გინეკოლოგი ქალბატონი თეა ჯარკვიანი. მოგესალმებით ქალბატონებო. რამდენიმე სიტყვით უნდა განმარტო სათაური, რომელიც ჩვენ დღევანდელი გადაცემისთვის შევარჩიეთ და ტერმინი, რომელიც უპრიანი იქნება ვიხმაროთ. საზოგადოებაში არის დამკვიდრებული გამოთქმა ხელოვნური განაყოფიერება. ალბათ იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას ჰქონდა და ვფიქრობ, თუ დღევანდელი გადაცემის ჭრილში შევხედავთ, საკმაოდ მწირი ცოდნის საფუძველსაც. თუმცა თანამედროვე მედიცინა ამ ტერმინს არ იყენებს. არაკვალიფიციურია, არასწორია და გარკვეულ შემთხვევაში გაუცხოებასაც გამოხატავს ჩვენს არასწორ დამოკიდებულებას ამ მოვლენის მიმართ. ამიტომ ჩვენ უпростоრია ვისაუბროთ ინვიტრო განაყოფიერებაზე, რომელიც არის საყოველთაო ტერმინი, მაგრამ რას ნიშნავს, რას გულისხმობს, ამის შესახებ მოგვიანებით უნდა ვთქვათ. მე შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა ჩვენი ყველაზე ადამიანური უფლება. ძნელად წარმოსადგენია ადამიანის უფლებათა შორის რომელიმე იმაზე ადამიანური, ვიდრე შვილოსნობის უფლებაა და შვილის ყოლის უფლება. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ქალბატონს. როდესაც შვილოსნობა არის მისი უზენაესი ბიოლოგიური დანიშნულება. ამიტომ ყველა პრობლემა, რომელიც ამ ფუნქციის განხორციელებაში მას ხელს უშლის, რასაკვირველი არის არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური დატვირთვის მქონეც. რა წინაპირობები შეიძლება არსებობდეს ქალის ორგანიზმში, მე სამედიცინო პრობლემებს გულისხმობ, რომელიც ქმნიან საფუძველს ვეძებოთ ახალ ტექნოლოგიებში და ახალ შესაძლებლობებში არჩევანი. მე გეტყვით, პირველ რიგში უშვილობა დიაგნოზია, რომელიც დაისმება თუ კი რეგულარული სქესობრივი კონტაქტების შემთხვევაში დაუცველ სქესობრივ კონტაქტებზე მაქვს საუბარი, 1 წლის განმავლობაში არ დგება უშვილობა. არ დგება ორსულობა. ქალი წყვილი, ეს არ არის ცალკე რაღაცა ავიღოთ, რომ ქალის ბრალეულობაზე არ არის აქ ლაპარაკი, უნდა მოხდეს სწორი გამოკვლევა წვილის. და აი ამის შემდეგ დაისმება ეს უშვილობა რომელი ფაქტორით არის განპირობებული, ქალის ფაქტორით არის განპირობებული თუ მამაკაცის ფაქტორით. ანუ სრული დიაგნოსტირება გვჭირდება ამ სიტუაციაში, რომ შემდგომად შევარჩიოთ მკურნალობის რომელი მეთოდი უფრო ხელსაყრელი და მისაღები არის აღნიშნული წყვილისთვის ინდივიდუალურად. ამიტომ ციკლის მესამე დღეს ხდება ჩვენი გამოკვლევები, რომ სრულად გავაკეთოთ ჰორმონალური გამოკვლევები, მამაკაცთან სპერმოგრამის ჩაბარება და აი ამის შემდეგ მხოლოდ რაღაცა გარკვეული მცირედი თავიდან მცირედი გამოკვლევების შემდგომად დავსვათ სწორი დიაგნოზი და ავირჩიოთ უკვე მკურნალობის ესა თუ ის რომელი მეთოდი არის ამ კონკრეტულ სიტუაციაში გამოსული. აი თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომელი პრობლემა დომინირებს, როდესაც თქვენ სვამთ დიახ უშვილობის დიაგნოზს, მამაკაცის ფაქტორი, ქალის ფაქტორი თუ ორივე უშვილობა გამოწვეული, ცით როგორ არის ახლა უკვე ბოლო ჩვენი სტატისტიკის მიხედვით და არა მარტო ჩვენი მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების და ქალების პრობლემებით გამოწვეული უშვილობა გათანაბრდა. ანუ არის დაახლოებით 30-30% მოდის აი ამ თითოეულ რა ქვია გამოწვეულ უშვილობაზე. არის შერწყმული პრობლემა, როდესაც პრობლემა აღინიშნება ორივე წყვილს, დაახლოებით 20-25%-ია და გაურკვეველი გენეზის უშვილობა, როდესაც ყველგან, ანუ ქალთანაც, მამაკაცთანაც არის ყველაფერი წესრიგში და არ დგება
შვილოსნობა. ეს არის გაურკვეველი გენეზის უშვილობა, რომელსაც დიაგნოზი პრაქტიკულად ეს არის. სამწუხაროდ ასეთი ტიპის დიაგნოზები ჯერ კიდევ გვაქვს. არა, ასეთი ტიპის დიაგნოზები გვაქვს და ამასაც თავისი და გააჩნია ხანდაზმულობას, უშვილობის ხანდაზმულობა უკვე როგორია. ამ მხრივ როცა გაურკვეველი გენეზის უშვილობა არის, მკურნალობს პაციენტი, ეძებს მიზეზის პოვნა არის ყველაზე მთავარი, რომ ის მიზეზის აღმოფრვით მერე მივაღწიოთ ამ დანიშნულ შედეგს, რაც ჩვენი მიზანია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ დგება გაურკვეველი გენეზის უშვილობაც, საჭიროებს შემდგომად დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარებას. ქალბატონ მათეამ ბრძანა როგორ არის გადანაწილებული პროცენტულად ბრალეულობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბრჭყალებში ორივე სქესის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმ შესაძლებლობებზე, რაც დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა უნდა იყოს, ძალიან დიდი დატვირთვა მოდის ქალბატონზე. რატომ ვაკეთებთ აქცენტს ქალბატონზე, რა მეთოდზეა ლაპარაკი, რა შესაძლებლობები აქვს მედიცინას იმ შემთხვევაში, თუ ქალს ფიზიოლოგიურად შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. რას თავაზობს თანამედროვე მედიცინას და რატომ ვუვლით ასე საგანგებოდ ქალს, რატომ უნდა მოვამზადოთ ქალის საგანგებოდ, რატომ გამოვიკვლიოთ ქალის საგანგებოდ და პერსპექტივაშიც გავითვალისწინოთ ქალის მდგომარეობა. იცით რა არის, ქალის ორგანიზმი არის უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მის ორგანიზმში უნდა მოხდეს ორსულობა, ხო? ამიტომ ჩვენი კლინიკის მიდგომა ასეთია, ქალი უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი იმ მომენტისათვის, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში, რომ მან ის იყოს ორსულობის მიმღები. ამის გარდა ქალის ასაკი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იცით, რაც არ უნდა პრობლემით იყოს გამოწვეული, ეს იქნება მამაკაცის პრობლემით, თუ ქალის პრობლემით გამოწვეული უშვილობა, ამ შემთხვევაში თუ ქალის ასაკი ხელს არ გვიწყობს, ძალიან რთულია ორსულობის მიღწევა. ასაკთან ერთად ჩვენი წარმატების პროცენტი დრამატულად იწევს ქვემოთ. თქვენ შეგიძლიათ ზღვრული ასაკით დაასახელოთ, ანუ თქვენი მეთოდოლოგიის უკვე პრაქტიკული განხორციელების მაგალითები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, რომ არის ზღვრული ასაკი, როდესაც პრაქტიკულად მედიცინას შესაძლებლობები მკვეთრად ეზღუდება. იცით, რაც უფრო ვითარდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, ბევრი რამ მოხდა, იცით, ისტორიულად, იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში აიკრძალა რაღაცა გარკვეული ქმედებები ჩვენ სფეროში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებში. ეს ქვეყნები იძულებული გახდნენ, რომ გენეტიკა განევითარებინათ ძალიან სწრაფად და გენეტიკის განვითარებამ ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაცია მოგვცა, თუ როგორ მივუდგეთ ამა თუ იმ საკითხს. რადგანაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ გამოვიკვლიოთ უფრო თანამედროვე მეთოდებით ქალი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასაკის გამო, მოდით დაუბრუნდეთ ამ თემას, მოგვიანებით მაყურებელი გველოდება. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, გისმენთ. გისმენთ, გაითიშა. ჩვენ საუბრობთ. დიახ, ასაკთან დაკავშირებით და სხვა. დიახ. მაყურებლის კითხვაც ამას უკავშირდებოდა. გაითიშა 48 წლის ქალბატონი გვისვამს კითხვას. რა შესაძლებლობა აქვს მას და რამდენად თქვათ დამაიმედებელი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. თქვენი შეკითხვა იყო რა რომელი ასაკი არის ზღვრული. ზოგადად, არა მარტო ინვიტრო დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით, არამედ ქალის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე 35 წელი ითვლება მთელს მსოფლიოში იმ გარდატეხის ასაკად, როდესაც რეპროდუქციული ასაკი იწყებს უკვე უფრო პრობლემური ხდება. ანუ რეპროდუქციული უნარი ქალის განვითარებისკენ 35 წლის შემდეგ სამწუხაროდ. ძალიან ხშირი არის არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრ ქვეყანაშიც ხდება ასეთი შეცდომები, როდესაც მამაკაცის პრობლემით გამოწვეული უშვილობისას ხდება მამაკაცის მკურნალობა გინდათ 10-15 წელი. ამასობაში ქალი სასაკი ემატება და ქალს მისი ბიოლოგიური შვილის ყორის შესაძლებლობა ძალიან
მცირდება მისი. მიუხედავად იმისა, რომ კურნალობის დასაწყისში ქალი ჯანმრთელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალი არის ჯანმრთელი, თუმცა კი მამაკაცის ფაქტორით იყო გამოწვეული უშვილობა, ქალი შეიძლება თავისი ბიოლოგიური შვილის გარეშე დარჩეს და მამაკაც მაინც ეყოლოს თავისი შვილი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ დონორის კვერცხუჭრას. რაც შეეხება 48 წლის ქალბატონს. დიახ. სამწუხაროდ 48 წელი არის 40 წელიც ძალიან კრიტიკული არის. აქ არის გასაკეთებელი ის გამოკვლევები, რომელიც გვიჩვენებს თუ რა მდგომარეობაში არის მისი რეპროდუქციული სტატუსი. მაგრამ 48 წელი ფაქტიურად არ არის მონაცემები, რომ 48 წლის ასაკში ადამიანს თავისი კვერცხუჭრედებით შეეძლოს შვილი გააჩინოს. ამ შემთხვევაში უკვე დონორის გამეტები არის ხოლმე. კიდევ ერთი მაყურებელი გველოდება, მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით, შევათხემსდობისა. თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს, თქვენი დაკვალიანება მჭირდება. ქირურგიული სტერილიზაციის შემდეგ, როდესაც მილების გადაყვანა ხდება, სიცოცხლის აღდგენისათვის, ანუ ერთადერთი გზა არის ხელოვნური განაყოფიერება, თუ არსებობს ჩვენ ქვეყანაში სხვა პლასტიკური ოპერაციები, რომ შეიძლება სხვა ჩარევა, სხვაგვარად ეს მაინტერესებდა. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. მე დანარჩენი მაყურებლისთვის აუცილებლად უნდა განვმარტო, რას გულისხმობდა ქალბატონი, რომელმაც ეს კითხვა დაგვისვა. ანუ კონტრაცეფციის შესაძლებლობები თანამედროვე მედიცინას ძალიან ბევრი აქვს და იმ შემთხვევაში თუ წყვილი ან წყვილიდან ერთ-ერთი პარტნიორი მიიღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას შვილოსნობასთან დაკავშირებით, ის მიდის ასეთ ოპერაციაზე, რომელსაც ქვია ქირურგიული სტერილიზაცია, ანუ გარკვეული პროცედურის შემდეგ ქირურგიულად ხდება იმ გზების, ასე ვთქვათ, გადაკვანძა, რომელიც მისცემს, ვთქვათ, საშუალებას სხვა შემთხვევაში ქალბატონს დარჩეს ორსულად. სხვათა შორის ამ ოპერაციას იკეთებენ მამაკაცები, ცხადია, იქ ტექნიკა განსხვავებულია, მაგრამ არსი ქირურგიული სტერილიზაციის არის იგივე. კითხვა თქვენთან, რეპროდუქციული უნარის აღდგენა, რამდენად შესაძლებელია და რა შესაძლებლობა არსებობს ასეთ შემთხვევაში? ქალბატონიკას ჩავერთვები, ანუ მე გაგცემთ პასუხს, ქირურგიული სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, არის კლიპირება, როდესაც ედება კლიპი, ანუ მექანიკურად დამჭერი. ანუ ბეჭდის სახით და რგოლივით ედება კლიპი. ამ შემთხვევაში მარტივად შეიძლება მოგვარდეს, რომ მოიხსნას ეს უკვე თანამედროვე, ახლა უკვე ესე აკეთდება კლიპირება. თუ არის იქ მილები გადაკვანძული, გაჭრილი, ან მილი ამოღებული, იქ სხვა ვარიანტი არჩება, გარდა იმისა, რომ ქალმა გაიკეთოს ინვიტრო განაყოფიერება, იმიტომ რომ სხვა გზით გამეტები ერთმანეთს ვერ შეხვდება, იმიტომ რომ მილში ხდება განაყოფიერება. ანუ მარტივად გზების აღდგენა არ მოხდება. იცით, არის თეორიული ალბათობა, არის პრაქტიკულადაც კეთდება ესეთი ოპერაციები, მაგრამ ძალიან მცირე თუ შეიძლება. საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია არის. მილი არ არის, მე კიდევ ერთხელ გეტყვით და სულ ყოველთვის ვამბობ, მილი არ არის მხოლოდ რაღაც გამტარი ორგანო. მას ფუნქციური თვისება გააჩნია, წამწამოვანი ეპითელიუმი, რომელიც მილში შიგნით მილის სიღრმეში არის, მან უნდა გადმოიტანოს განაყოფიერებული კვერცხუჭრედი საშვილოსნოს ღრუში. თუ კი აი ასეთი აღდგენითი ოპერაციის შემდეგ ან მილი დამოკლდება, ან ფუნქციურად ვერ გაიმართება ეს მიკროქირურგია, ჯერ არ მიდის იმ ტექნოლოგიამდე, რომ ეს წამწამოვანი ეპითელიუმი აღადგინოს სრულად. აქ წარმოუდგენელია და ესეთი მილი რჩება მერე გარე ორსულობის ძალიან დიდი რისკის წინაშე. ჩვენ ნახოთ სიუჟეტი, რომელიც საგანგებოდ მომზადდა სწორედ თქვენი კლინიკის მეტად საპატიო სტუმართან ერთად და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. ულტრათანამედროვე ემბრიოლოგიის ლაბორატორია, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი სტანდარტები, პაციენტის პრობლემისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ამიერკავკასიაში პირველად ქართულ-ამერიკული კლინიკა რეპროარტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას, უშვილობას ებრძვის. ჩვენი კლინიკის ამერიკელი წევრი, ასე ამბობენ მეცნიერზე, რომელმაც საქართველოში არაერთი ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა რეპროარტის გუნდს შეერთებოდა. დევიდ მაკალა პრობლემას საერთაშორისოს უწოდებს. ყველგან არსებობენ პაციენტები, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ და არ შეუძლიათ, აცხადებს სპეციალისტი. როგორც ამბობს, ამერიკაში ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ და გამოცდილებაც დიდი აქვთ. მისი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, ქართველებთან ერთად წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გამოიყენოს.
შემიძლია საქართველოში ჩამოვიდე ხოლმე მაშინ, როცა საჭირო ვიქნები. ამერიკიდან კლინიკის მუშაობას თვალს თავისუფლად ვადევნებ. რეპროვარტში პაციენტების ელექტრონული ისტორიები გაგვაჩნია. მისი საშუალებით კლინიკის ყოველდღიურობის საქმის კურსში ვარ. მე ამ მონაცემების მიხედვით ჩვენს მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებ და თანამშრომლობად წარმატებული გამოდის. ჩემი მთავარი ამოცანა სამეცნიერო ანალიზის ჩატარება და იმ ინიციატივებში ჩართვაა, რომლებსაც კლინიკა გვთავაზობს. უშვილობის პრობლემის გადასაჭრელი გზები მსგავსია, ამბობს მაკალა. მისი დაძლევის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად პროფესიონალიზმი მიაჩნია, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ პაციენტის მონდომებაც მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ სამკურნალოდ არსებული ყველა მედიკამენტი ხელმისაწვდომი და იდენტურია. საზოგადოების ამ პრობლემისადმი მიდგომა კი განსხვავებული. ამერიკაში არც ერთ ქალს არ ერიდება თქვას, რომ შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამ პრობლემებისადმი თვალის გასწორება წარმატების საწინდარია. მკურნალობასაც ადრეული ეტაპიდან იწყებენ. გამიკვირდა, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი წყვილებისთვის მთავარია ინფორმაციის დამალვა. შედეგი კი მომდევნო ეტაპზე ინაცვლებს. საქართველოსთვის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მაინც ახალია და ალბათ დროის გასვლის შემდეგ წყვილები უფრო თამამად მიმართავენ უშვილობის მკურნალობას დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით. გადავჭრათ ეს პრობლემა ერთად, აცხადებს ამერიკელი სპეციალისტი და მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ მეთოდად ინვიტრო განაყოფიერებას მიიჩნევს. სტატისტიკური მონაცემებით, ამერიკაში პაციენტების თითქმის ნახევარი პირველივე პროცედურის ჩატარების შემდეგ ორსულდება. ამბობენ, რომ წარმატება პაციენტის ასაკზეცაა დამოკიდებული, ამიტომ ექიმთან დროულ ვიზიტს სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს არაა მხოლოდ სუსტი სქესის პრობლემა. ჩვენთან ვიზიტზე მყოფი პაციენტების ნახევარი მამაკაცია. ხშირად ხდება, რომ უშვილობის დროს მთავარ დამნაშავედ ქალებს მიიჩნევენ. ამ დროს კი ორივე პარტნიორი თანაბრად შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი. ჩვენ მათ ყოველთვის ვაფრთხილებთ, ნუ დაადანაშაულებთ ერთმანეთს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად უამრავი გზა არსებობს. მამაკაცის უშვილობისას დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით მკურნალობა დღეისათვის ძალიან გაიოლდა. ექიმები და ემბრიოლოგები, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს და მუშაობდნენ ამერიკაში, დამხმარე რეპროდუქციული მეთოდები და თანამედროვე კომფორტული პირობები. რეპროვარტი დევიდ მაკალასთან ერთად უშვილო წყვილებზე ყოველდღე ზრუნავს. დავბრუნდით ჩვენ ეთერში და თქვენთან მაქვს კითხვა ქალბატონ ლიკა. როდესაც ვლაპარაკობთ არჩევანზე, დიახ, თანამედროვე მედიცინა მეტად რთულ სიტუაციაში, მოდით ასე ვთქვათ, წყვილს თავაზობს კონკრეტულ არჩევანს. თუმცა ეს არჩევანი უნდა იყოს დასაბუთებული. და ეს არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს ძალიან სერიოზულ მოსამზადებელ პერიოდს იმისათვის, რომ მართლაც იყოს ეფექტური, თავისი შედეგებით იყოს სიკეთის მომტანი ამ წყვილისათვის. აქედან გამომდინარე, რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი? ანუ, როგორ ვაფასებთ ქალის მდგომარეობას ამ შემთხვევაში, როგორ ვამზადებთ ქალს და რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს თავისთავად ეს პროცედურა და ეს ოპერაცია ქალისათვის, ქალის ჯანმრთელობისათვის? იცით რა არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის მიერ გამოქვეყნებული იყო სულ ახლა საერთოდ გვიგზავნიან ხოლმე ამერიკის რეპროდუქციული ასოციაციიდან განსახილველად ეთიკის კომიტეტიდან გარკვეულ მოსაზრებებს და იქ ამოვიკითხე და მეც ვეთანხმები და ჩვენ საერთო აზრია ასეთი რომ ჩვენ გვაქვს პრივილეგია და პატივი ვიმყოფებოდეთ ასეთ მაღალ ტექნოლოგიურ სამსახურში მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა გქონდეს შექმნილი უსაფრთხო გარემო წყვილისთვის, უნდა ვიყოთ მაღალ პროფესიონალები, უნდა გქონდეს ცოდნა, რომელიც მუდმივად განახლდება და უნდა შევეცადოთ, რომ სოფლიოს იმ წარმატებულ მიღწევებს, რომლებსაც სოფლიოს მეცნიერები ნერგავენ აი ამ მედიცინის ამ სფეროში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს და პაციენტებს შევთავაზოთ ეს მომსახურება. აქედან გამომდინარე, იცით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ქალი, არა მარტო ქალი, ორივე წყვილი უნდა იყოს, წყვილის ორივე პარტნიორი უნდა იყოს მომზადებული პირველ რიგში ფსიქოლოგიურად იმ მკურნალობისთვის, რასაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები ჰქვია. ეს არის ახალი მაინც ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენთვის უკვე რუტინული მეთოდი არის მკურნალობის. ქალის მომზადება, რაც შეეხება, ქალი უნდა იყოს გამოკვლეული
იცით თავიდან როგორც თეამბრძანა მესამე დღის ანალიზები ჰორმონალური და ეხოსკოპია გვიჩვენებს ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. შემდგომში თუ საჭირო არის რაიმე ჩარევა, ეს იქნება ჰისტეროსკოპია, ლაპარასკოპია, დიაგნოსტიკური თუ რა, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია და სწორედ აი აქ არის მნიშვნელოვანი ექიმის პროფესიონალიზმი. არ უნდა იყოს ზედმეტი კვლევები ჩატარებული და არც დავაკლოთ, იმიტომ რომ წარუმატებელი ეს პროცედურა არ არის 100%-იანი ინვიტრო განაყოფიერებაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, ხომ? 100%-იანი არ არის. ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს თავისი გარკვეული პროცენტი წარმატების. და ეს არის ძალიან მკაცრად დაცული მთელს მსოფლიოში ყველა საუკეთესო კლინიკაში თითქმის ერთნაირად მუშაობენ. რა თქმა უნდა იყოს სწორი დიაგნოსტიკა პირველ რიგში და თუ რაიმე კორეგირება არის საჭირო, ეს უნდა სწორად გაკეთდეს. არამც და არამც არ უნდა მოხდეს ისეთი რამ, რომ პაციენტის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. თქვენ ამბობთ, რამდენჯერ შეიძლება ქალმა ეს გაიკეთოს? იცით რა არის ჩვენი გამოცდილებით თუ კი ყველანაირი დიაგნოსტიკა არის ჩატარებული. ანუ ქალი გამოკვლეულია მთლიანად. ჩვენ ხიფაც მას ვერ შევუქმნით. თუ არის რაიმე პრობლემა ორგანიზმში, ის პრობლემა უნდა იყოს მოგვარებული ჯერ პირველ რიგში და შემდეგ უნდა ჩატარდეს ეს მკურნალობა. თორე ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ შევქმნით. დიახ. ქალბატონი, აი სწორედ ქალბატონი ლიკას ფრაზიდან გამომდინარე, მაქვს ასეთი კითხვა. თქვენ ყველა ქალბატონს, ვისაც დიახუშულობის დიაგნოზი აქვს, მისცემდით უფლებას ამ პროცედურის ჩასატარებლად. თუ არის შეზღუდვები, აქაც არის რაღაც დაავადებები, სამედიცინო პრობლემები, როდესაც თქვენ თავს შეიკავებთ. არა, რა თქმა უნდა, შეიძლება ინვიტრო და დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებსაც კონდეს თავისი უკუჩვენება. პირველ რიგში თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ეჭვი არის რაიმე სიმსივნო პროცესზე. აი ეს ჰორმონ დამოკიდებული ორგანოები ძირითადად როგორც არის საშვილოსნოს ყელი და მკერდი, ძუძუ, ანუ აუცილებლად ეს მედიკამენტები არის ჰორმონალური წარმოების, ანუ არის ესტროგენ მაპროდუცილებელი, ზრდის ფოლიკულებს ჩვენი პრეპარატები და ფოლიკულების ზრდასთან ერთად ესტროგენი მატულობს დონე. შეიძლება პროვოცირება მისცეს აი ამ დაავადების გამოვლინებას. ის არ ქმნის არანაირად. უბრალოდ შეიძლება აი ამ ჰორმონ დამოკიდებულმა სიმსივნემ შეიძლება თავი იჩინოს. ანუ რეალურად ეს გულისხმობს იმას, რომ არსებული წინაპირობა ორგანიზმის შეიძლება გაღრმავდეს და ჩამოყალიბდეს როგორც სამედიცინო პრობლემა. როგორც შეიძლება ჩამოყალიბდეს სამედიცინო პრობლემა. ამიტომ არის ყველა აი ეს ჩვენი რგოლი, რომელიც არის დამოკიდებული ერთმანეთზე, ეს ჯაჭურად არის გადაბმული ერთმანეთზე. ყველა რგოლი უნდა იყოს ზუსტად დიაგნოსტირებული, რომ იქ არანაირი საფრთხე პაციენტს ამ მკურნალობით არ მოუვა. დიახ, ანუ ჩვენ რეალურად რამდენიმე შეზღუდვაზე ვისაუბრეთ. ქალბატონმა ლიკამ ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ასაკი. ქალბატონმა თეამ ბრძანა, გავითვალისწინოთ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგად შევაფასოთ რისკები. ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მომზადებას იმ ოპერაციისათვის, რასაც გვია ინვიტრო განაყოფიერება. თქვენ ბრძანებდით პროცენტულობასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს პროცედურა და რამდენად მნიშვნელოვანი ამის შესახებ იყოს ინფორმირებული ქალბატონი. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ძალიან ხშირად ლაპარაკია მრავალნაყოფიან ორსულობაზე, რომელიც ერთის მხრივ არის ორსულობის თვალსაზრისით საყურადღებო მდგომარეობა და სამშობიარო თვალსაზრისითაც საყურადღებო მდგომარეობა. თქვენ ბრძანდებით მეანგინეკოლოგი და ემბრიოლოგი, ანუ თქვენ რეალურად გაქვთ თავსატეხი არა მარტო ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ ნაყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე. აი, ამიტომ არის, ვფიქრობ, ეს საინტერესო. ცოტა ერთ გასულ კითხვაზე მცირედ დამატებას გავაკეთებ. როცა ონკოლოგიურ პაციენტებს შეეხება, არსებობს ისეთი მიდგომაც, რომ მცირედი სტიმულაცია კეთდება ასეთი ქალების, ზოგიერთი ქიმიოთერაპიას მკურნალობას გადის ჯერ გაუთხოვარ ასაკში. ამიტომ თითქმის უმეტეს შემთხვევაში ასეთი ქალებისთვის რეპროდუქციული ფუნქცია ისე ზიანდება, რომ მათ შემდგომში შვილი შეიძლება არ ეყოლათ. ამიტომ მეცნიერები დიდხანს შრომობდნენ და გააკეთეს ისეთი რამ, რომ შესაძლებელი არის თითქმის მომწიფებელი კვერცხუჯრედის აღება, ვიდრე პაციენტი გაივლის ქიმიოთერაპიას.
მცირედი სტიმულაცია უკეთდება, რომელიც არ არის მისთვის საფრთხე ანტიესტროგენებით, ну, მოკლედ შესაძლებლობა არსებობს. ამას შემდეგ იღებენ აი ამ მომწიფებელ კვერცხუჯრედს და ხდება კულტურაში მისი მომწიფება, შემდგომ გაყინვა. და როდესაც უკვე ქალი გამოჯამრთელდება და დღევანდელ სოფლიოში ესეთი რამ ხშირად ხდება ძალიან ონკოლოგიური პაციენტები ჯამრთელები შეიძლება გახდნენ, შემდგომში შეუძლია ქალს გამოიყენოს ეს კვერცხუჯრედი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი რამ. და ეხლა გვექნება ხალხმოკლე რეკლამა ჩვენს ეთერში და შემდეგ აი იმ კითხვაზე თუ შეიძლება გვიპასუხეთ, რომელიც მე წეღან დაგისვით. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და კითხვა რომელიც მე თქვენ დაგისვით. მრავალნაყოფიანი ორსულობა, რომელიც არც თუ ისეთი იშვიათი მოვლენაა ასეთ შემთხვევაში. არის თუ არა ქალისთვის დატვირთვა ზოგადად საყურადღებო მდგომარეობა, მით უფრო ემბრიოლოგიის ჭრილში. მრავალნაყოფიანი ორსულობა, რა თქმა უნდა, სახიფათოა ქალისთვისაც და ნაყოფისთვისაც. ჩვენ ვცდილობთ რა ვიცილოთ თავიდან მრავალნაყოფიანი ორსულობა და როგორ შევძელით ეს. სწორედ წინა კითხვაზე გიპასუხეთ, რომ გენეტიკის განვითარება მოგცა შესაძლებლობა, რომ ის კრიტერიუმები გამოგვევლინა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ავარჩიოთ სწორედ ის კარგი ემბრიონი, რომელიც იქნება ორსულობის მომტანი. ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი გარდატეხა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარების გზაზე. ჩვენ კლინიკაში ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობა ემბრიონების, რაც გადაგვაქვს, ეს არის 2 ემბრიონი. თუ ბლასტოცისტია, ამ შემთხვევაში ძალიან გვინდა რომ პაციენტებმა დაგვიჯერონ რომ ერთი ემბრიონი, ერთი ბლასტოცისტი გადავიდანოთ. იცით, როდესაც არ არის ქვეყანაში ერთიანი აზრი ამ მიმართულებით და პაციენტებს ესმით, რომ სადღაც 3-4 ემბრიონი გადაუტანეს, ჩვენ ძალიან გვიჭირთ მათი დაჯერება, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. 3 ემბრიონის და 4 ემბრიონის გადატანა ხიფათის მომტანია მხოლოდ და არ ზრდის შანსს ორსულობის. ჩვენი იცით, სწორედ ახლა ხანს გავაკეთეთ ჩვენი კლინიკის სტატისტიკა. ცოტა ხანია რაც მუშაობთ, მხოლოდ ივლისიდან ჩვენ არ გამოვიყენეთ ჩვენ ადრე იუნონაში მუშაობდით მთელი გუნდი და ის მონაცემები არ გამოვიყენეთ, მხოლოდ ახალი კლინიკის მონაცემები და შემიძლია გითხრათ, რომ 30 წლამდე ქალებში ჩვენი ორსულობა არის 54% და დაახლოებით 30-დან 35 წლამდე ქალებში ეს არის 47%, 35-დან 40 წლამდე არის 35% და შემდეგ უფრო იკლებს. რაც შეეხება გაყინული ემბრიონების გადატანას, ჩვენ გვაქვს ეს არის თანამედროვე მიდგომა, ვიტრიფიკაცია, ეს არის ემბრიონის პირდაპირ ჩადება -196 გრადუსზე გარკვეულ ხსნარებში დამუშავების შემდეგ და უკვე გამოდნობილი ასეთი ბლასტოცისტის გადატანის შემთხვევაში ასაკის და მიუხედავად ჩვენ გვაქვს 70% ორსულობა, რაც მთელს მსოფლიოში ესე არის. ყველა ის კლინიკა, რომელიც ამ მეთოდით მუშაობს, მათ აქვთ ესეთი რეზულტატები. და ერთი კითხვა, რომელიც დაარწმუნებული ვარ ბევრ ქალბატონს გაუჩნდა და ამ ქალბატონის გულშემატკივარს, როდესაც ჩვენ ვამზადებთ ოპერაციისათვის ქალბატონს, გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი გულისხმობს სწორედ ჰორმონულ სტიმულაციას, იმისათვის რომ მივიღოთ კარგი შედეგი. არის თუ არა ეს სახიფათო შემდგომი თვალსაზრისით, ანუ პერსპექტივის თვალსაზრისით და ეს მოწესრიგებადია თუ გარკვეულ პრობლემებს უქმნის მერე ქალის ჯანმრთელობას? ნებისმიერ ჩარევით პროცედურას, რომელიც მუცლის ღრუში ხდება, ახლა თქვენ იცით როგორ ხდება ამის აღება, ვაგინალური მიდგომით, გარკვეული ნემსით შევდივართ თითოეულ ფოლიკულში და ვიღებთ იქედან სითხეს. გარკვეულწილად ტექნიკური მხრივ გართულებები თეორიული ალბათობა იმისა, რომ დაზიანდეს ან საკვერცხის ძარღვი, ვთქვათ, იგივე ნაწლავი არსებობს ამისი ჩვენს კლინიკაში. ღმერთის წყალობით არ მქონია ესეთი გართულებები. ყველაზე ხშირი გართულება, რაც შეიძლება ინვიტრო პროცედურას მოყვეს, არა პროცედურას, ეს არის შემდგომი, ეს არის საკვერცხების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომლის განვითარების რისკქვეშ დგანან ახალგაზრდა გოგოები, რომელთაც აქვს მრავალი ფოლიკულური აპარატი არის კარგი, ბევრი ფოლიკულური აპარატი, ფოლიკულები საკვერცხებში, მცირე წონა,
მაგრამ ეს პრობლემაც არის მოგვარებად, იმიტომ რომ არსებობს დღეს ისეთი მიდგომა, რომლის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის შედეგად აი ეს ჰიპერსტიმულაციის სინდრომი მიმდინარეობს რბილად. მთლიანად თავიდან ავიცილოთ ცოტათი რთული საკითხია, იმიტომ რომ ესეც ინდივიდუალურად არის გარკვეულწილად შეიძლება ვიღაცასთან უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, სხვა მეორე პაციენტში უფრო მარტივად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თავიდან გვაქვს აცილებული აი ესეთი საკმაოდ არასასიამოვნო გართულება. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მე დარწმუნებული ვარ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან ბევრი რამ ახალი მისთვის ნაცნობი ტერმინის ირგვლივ შეიმეცნა, მით უფრო რომ ჩვენ დღეს უკვე შევთანხმდით, რომ ეს ტერმინი მოძველებულია, გარკვეულწილად და არასწორია და შევთავაზეთ ახალი გამოთქმა და ახალი ტერმინები, რომელთაც თანამედროვე საზოგადოება სარგებლობს. მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე ხელოვნური განაყოფიერება და დავამკვიდრეთ ტერმინი in-vitro განაყოფიერება. ჩვენი სტუმრები კი გახლდათ ემბრიოლოგი ქალბატონი ლიკა ჭყონია და მე გინეკოლოგი ქალბატონი თეა ჩარკვიანი. ახლა კი მივესალმებით დღეს 2:30-ზე. როგორ ბრძანდებით და რა თემები გაქვთ მაყურებლისთვის? მოგესალმებით. რაღაცა ჩვენ ყველას მეგონი გვიხარია, რომ ვართ ამ გადაცემის წამყვანები, იმიტომ რომ მუდმივად დაძაბულ გარემოში მე ვფიქრობ არსებობს საათნახევრიანი გადაცემა, სადაც შეიძლება დაისვენო და არ ილაპარაკო არაფერზე გარდა ხელოვნებისა, გარდა ლიტერატურისა და ასე შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ გუშინ თუ გახსოვთ ქორეოგრაფიაზე ვსაუბრობდით და დღეს უკვე ქართველი ქორეოგრაფით, ბალეტმეისტერით და უდიდესი ადამიანით, ჩემი აზრით, ვახტანგ ჭაბუკიანით ვაგრძელებთ ამ თემას. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები და გადაცემის მეორე ნახევარში ქართულ ბალეტზე ვისაუბრებთ. ასევე ვისაუბრებთ ქართულ დიდ, ასე ვთქვათ, საოპერო ადამიანზე, ზურაბ სოტკილავაზე, მსოფლიო დონის ტენორზე. დღეს მიხარია, რომ ძალიან ბევრი ქართველები არიან ჩვენ სიაში, თუ გინდა დაბადების დღეების სიაში, თუმცა მათ უერთდება ლაიზა მინელი ამ საინტერესო და ძალიან ნიჭიერ ქალბატონზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ ნაწილში, ასე რომ დაგველოდეთ. მე ერთგვარ ესე ვთქვათ რევოლუციას მოვახდენ, იმიტომ რომ ამ ადამიანზე საუბარი სხვანაირად. არ გვინდა რევოლუცია. არა, ნუ იყო ეს ადამიანი, რომელმაც ზოგადად არა მარტო ჯაზის, არამედ ზოგადად მუსიკალურ სამყაროში მოახდინა რევოლუცია. ის არის ბიბ-ბოპის ფუძემდებელი, დღეს ჩარლი პარკერზე ვისაუბრებ, ასე რომ გვისმინეთ არსად არ გადავთ. წარმატებულ ეთერს გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ ხალხ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ თემაზე ჰიპოტონია, ანუ დაბალი წნევა. ნახვამდის დღესდღეობას გისურვებთ.